ქალბატონებო და ბატონებო, იწყება კახა კალათის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. იტალიის მილანი კახა კალათის მეგობრობის გუნდის წინააღმდეგ. წარმოგიდგენთ გუნდების შემადგენლობებს. Ladies and gentlemen, we are starting the Kaffa Kalazza farewell match. The Milan of Italy against the Friends of Kaffa Kalazza. We are now presenting the participants in the game. თავდაპირველად მატჩის არბიტრებს წარმოგიდგენთ. თავარი მსაჯი ლუბოშ მიხელი. არბიტრები ლევან მიქელაძე, გურამ ჩიგოგიძე, გიორგი ხუაშვილი, გიორგი ვადაჭკორია, თორნიკე გვარცევაძე, ახლა კი კახა კალათის მეგობრების გუნდის შემადგენლობა. ალექსანდრე ჩილაძე, ფათი თერიმი, და გუნდის შემადგენლობა მეკარე ალექსანდრ შოტოვსკი, Vladislav Vashuki, Fabio Grosso, Fabio Cannavaro, Luca Toni, Alexandre Iashvili, Shota Arveladze, Levan Kobiashvili, David Mujiri, Georgi Demetradze, Fernando Couto, Zviat Sturua, Zaza Zamtaradze, Levan Skitishvili, Gocha Jamarauli, Georgi Kinkladze, Archil Arveladze, Rati Alexidze, Georgi Gakhokidze, Umit Davala, კახაბერ ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე, სერგეი რებროვი, მიხეილ ყაველაშვილი, ჰაკან შუქური. და წარმოგიდგენთ იტალიის მილანის შემადგენლობას. Nelebi Carlo Ancelotti, Cesare Maldini, Franco Baresi, Paolo Maldini, Sebastiano Rossi, Andrei Shevchenko, Filippo Inzaghi, Matthew Flamini, Dario Simici, Federico Giunti, Serginio, Massimo Oddo, Zvonimir Bobani, Ibrahim Ba, Daniele Massaro, Angelo Carbone,
Giuseppe Bancaro, Stefano Eranio, Roque Juniori, Petro Verjovodi, Umiti, Valerio Fiori. ახლა კი ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების უცვლელი კაპიტანი UEFA-ს ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი იტალიის, უკრაინის, საქართველოს ჩემპიონი, იტალიის თასის და სუპერთასის მფლობელი UEFA-ს სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული კახა კალაძე და მისი შვილები ლევან და კახა კალაძეები. The irreplaceable captain of Georgia's national team in the latest years. The winner of the Cups and the Super Cups of Georgia, the Ukraine and Italy. The double winner of the UEFA Champions League. The winner of the UEFA Super Cup and the World Cup Championship, Kakha Kaladze. Accompanied by his sons Levan and Kakha Kaladze. Cheers! ახლა კი მოვისმინოთ საქართველოს ეროვნული ჰიმნი. The national anthem of Georgia. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და აჯობა მასპინძელი ბელგიის, შოტლანდიის და ტურნირის ფავორიტ ინგლისის ნაკრებ გუნდებს. დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით სტადიონზე იმყოფება. მივესალმოთ ჩვენს ფეხბურთელებს. The Georgia national team of under-19s has won the right of playing in the finals of the European Championship. Our team has taken the first place in the group, having defeated national teams of Belgium, Scotland, and the favorite of the contest, England. Right now, right here, that particular Georgian youth national team is in front of you at this stadium. Let us give them a hand. Cheers! მაშას ეხლა კი უკვე იწყება ფეხბურთი
ჯერჯერობით პირველ რიგში მეც მინდა ადგილობრივ დიქტორთან ერთად მადლობა უთხრა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს და მივესალმოთ კიდევ ერთხელ მათ ნაკრებს, რომელმაც მართლაც სასწაული გააკეთა და მოახერხა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის გასვლა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და არაერთხელ ვისაუბრეთ, რადგანაც აი ეს ბიჭები, რომლებიც ახლა აქ არიან მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ფონზე, მათ მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ეს იყო მართლაც არაჩვეულებრივი რამ. ახლა კი უკვე ხედავთ გუნდები მოედანზე არიან, გუნდები ემზადებიან მატჩის დასაწყებად და მე სასტარტო შემადგენლობებზე ვისაუბრებ და უფრო დაწრულებით ვიდრე ჩვენ ადგილობრივმა დიქტორმა გაგვაცნო. აი ხედავთ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ძირითადად და ახალგაზრდა ქართველები, მომავალი თაობა ქართული ფეხბურთისა თამამად შეიძლება უწოდოთ ამ ბიჭებს, რომელთაც შვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. მაშასე მეც დავიწყებ კალადის მეგობრების შემადგენლობით გამოცხადებას და გუნდის კაპიტნები არიან მთავარმსაჯთან ერთად და მთავარმსაჯსაც გეტყვით ლიუბოშ მიხელი, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი არბიტრი, სლოვაკი არბიტრი, რომელსაც სოფლიოს 2 ჩემპიონატი აქვს ნამსაჯი, ოლიმპიური თამაშები, კონფედერაციის თასი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ევრო 2008 არის მისი ბოლო წარმატებული ტურნირი, ასე რომ ძალიან ბევრ ტურნირზე იმსაჯა ლიუბოშ მიხელმა და ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად თავისი თაობის. მაშასე კალაძის მეგობრების გუნდი, მეკარე ალექსანდრ შოვკოვსკი, მე გეტყვით უბრალოდ ამ ფეხბურთელთა შესახებ, ვინ არიან დინამო კიევის მეკარე, რომელიც დღესაც თამაშობს და რომელსაც საოცარი წარმატებები აქვს მიუხედავად თავისი 38 წლის ამ შვენიერ ფორმაშია და დღესაც აქტიურ კარიერას განაგრძობს. შემდეგ კალაძის გუნდში ვლადისლავ ვაშჩუკი, კიდევ ერთი კიევის დინამოელი, რომელმაც გასულ სეზონში დაანება აქტიურ ფეხბურთს თავი და ოდნავ დაწრულებით ყველა ფეხბურთელზე მე ვეცდები მოგვიანებით გითხრათ. ნომერი 3 ფაბიო გროსო, მანაც გასულ წელს დაანება ფეხბურთს თავი და ბოლოს ის ტურინის იუვენტუსში თამაშობდა, მსოფლიო ჩემპიონი, ყველა ძალიან კარგად მოიხსენება კალადის გუნდის მესამე ნომერი. კალადის მეგობრების გუნდის მესამე ნომერი, 5 ნომერი ფაბიო კანავარო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, რომელიც დღეს ჩამოსულია, მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ითქვას უხეშად ერთობა, მაგრამ თავის საფეხბურთო კარიერას არაბეთში განაგრძობს. პირველ დარტყმას ლევანიკო კალაძე ახლა კალადის უფროსი ვაჟი შეასრულა კიდეც და ამით დაიწყება დღევანდელი შეხვედრა. აი ხედავთ უფროს და უმცროს კალაძეებს და დაიწყება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც პირველ რიგში ალბათ იქნება სანახაობა და ამაში ალბათ ყველანი ჩვენ დარწმუნებული ვართ. შემდეგ მე განვაგრძობ საუბარს კალადის მეგობრების გუნდის ნომერი 9 ლუკა ტონი, კიდევ ერთი იტალიელი მოქმედი ფეხბურთელი, 36 წლის არის. შემდეგ უკვე ქართველები არიან საინტერესო ნომრით ორიგინალური 1+8 ალექსანდრე იაშვილი, ნომერი 11 შოთა არველაძე, ნომერი 17 ლევან კობიაშვილი, ნომერი 20 დავით მუჯირი, ნომერი 30 გიორგი დემეტრაძე და 55 ნომრით კალაძის გუნდის რიგებში ითამაშებს პორტუგალიელი ფერნანდო კოუტუ, 43 წლის ცველი, რომელიც შვენივრად გამოიყურება დღესაც სათამაშო ფორმას გულისხმობდა. ნახოთ კოუტუ კანავაროს წყვილი, შვენიერი წყვილი შეიძლება იყოს. თავის დროზე ეს ფეხბურთელები ერთად პარმაშიც გამოდიოდნენ და მაშინ შვენიერ წყვილს ქმნიდნენ. ნახოთ დღეს როგორ იქნება. თადარიგში ძალიან ბევრი ფეხბურთელია და მე პერიოდულად ალბათ იქნება ცვლილებები და მთელი მატჩის განმავლობაში და მაშინ შემოგთავაზებ სათადარიგო ფეხბურთელებზე უფრო დაწრულებით, მაშინ ვისაუბრეთ. წარდგენის დროს თქვენ ყველანი ნახეთ და მე მგონი ისედაც იცით ვინ მონაწილეობს დღევანდელ შეხვედრებში. ახლა კი მილანის შემადგენლობა, რომლებიც შეტევაზე არიან, სერჟინიო, ისეთი სწრაფი აღარ არის, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც ცდილობდა წინ წასვლას. მეკარე ნომერი პირველი სებასტიანო როსი, 48 წლის არის. სებასტიანო როსი საოცარი კარიერა ჰქონდა მას მილანში და დღეს მილანის სტრუქტურაში არის, ერთ-ერთი გუნდის მეკარეების მწვრთნელია და დღეს ჩამოვიდა სათამაშო თბილისში, დაცვაში მოქმედებენ ნომერი 3 პაოლო მალდინი, ლეგენდარული ფეხბურთელი, მასზე აქ თამაშგარე მდგომარეობა, თამაშგარე მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალე გოლი გაიტანა შოთა არველაძემ, ეფექტურად ეს გოლი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო. პაოლო მალდინი პაოლო მალდინიზე თქვი, პაოლო მალდინი დღესდღეობით 44 წლის არის. შემდეგ
მილანის კაპიტანი დღეს არის კახა კალაძე, ნომერი 4, ნომერი 6, ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი, მასზე ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ის არის მე-20 საუკუნის მილანის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივართა ვერსიით და ამით ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. დღეს ფრანკო ბარეზი 53 წლის არის და მოედანზეა. მილანის ფეხბურთელები უტევდნენ და ფაბიო კანავარომ როგორც ყოველთვის შვენიერ ფორმაშია და პულტი სწორედ მას დარჩა კალადის მეგობრების გუნდიდან. ნომერი 9 ფილიპო ინძაგი, მანაც სულ რაღაც 1 წლის წინ დაანება ფეხბურთს თამაში, თავი 39 წლის ფორვარდი. ნომერი 16 მეტიუ ფლამინი, მოქმედი ფრანგი ფეხბურთელი, მილანის ფეხბურთელი, ძალიან ახალგაზრდა მსგავსი მატჩისთვის 29 წლის გახლავთ ფრანგი მხოლოდ. ნომერი 17 დარიოს შიმიჩი, 37 წლის ფეხბურთელი ხორვატი, რომელიც დღეს მოედანზე. ნომერი 1 ფედერიკო ჯუნტი, იტალიელი 41 წლის გახლავთ ეს ფეხბურთელი. ნომერი 27 სერჟინიო ბრაზილიელი და ნომერი 44 მასიმო ოდო. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ასევე თათარიქში მწვრთნელები გითხარით, კარლო ანჩელოტი, ჩეზარე მალდინი არიან მილანის მწვრთნელები, ხოლო ფათიხ თერიმი და ალექსანდრე ჩივაძე კალადის მეგობრების გუნდის მწვრთნელები. სწორედ კალადის მეგობრები უტევენ თეთრმაისურიანი ფეხბურთელები არიან. ჯერჯერობით შეტევაზე ხედავთ მარჯვენა ფრთიდან გიორგი დემეტრაძე ცდილობს გარღვევა განახორციელოს, მას ეთამაშება ჯუნტი, გააკეთა გადაცემა, უბრუნებდა იაშვილი გურს. დემეტრაძეს იყო შვენიერი ტანდემი თავის დროზე დინამოშიც, ნაკრებშიც იაშვილი დემეტრაძე, დღეს ორი ვეტერანი ფეხბურთელი, ერთ-ერთი განაგრძობს ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერას და მისი საფეხბურთო კარიერა როგორც ჩანს გაგრძელდება. კიდევ ერთი თამაშგარე მდგომარეობა ამჯერადაც აღმოჩნდნენ კალადის მეგობრების გუნდის ფეხბურთელები, შოთა არველაძე. გასაგები ასაკი თავისაშვება 40 წლის შოთა არველაძე შეიძლება უკვე პირველივე წუთებიდანვე დაღლილად მოეჩვენოს ვინმე, მაგრამ ცდილობს, მოძრაობს და მე დარწმუნებული ვარ თავის ოსტატობას ის და როგორც სხვა ფეხბურთელებიც გვაჩვენებენ. წარმატებული სამწვრთნელო კარიერა დაწყებული ჰოლანდიაში, გრძელდება თურქეთში. შოთა არველაძეს გულისხმობ და იმედია კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კახა კალაძე საოცარი დაცვის ცენტრი ყავს, მილანს კალაძე ბარეზი. მარცხნივ მალდინია, მაკი ინძაგი შეტევაში არ გამოუვიდა ეს ჩაწოდება და ბურთი ტოვებს მოედნის ფარგლებს. ფერნანდო კოუტუ, როგორც უკვე გითხარით, ფერნანდო კოუტუ საკმაოდ ასაკოვანი 43 წლის არის, მაგრამ ახლა ამ გარბენითაც ძალიან კარგად გამოჩნდა რომ მას შეუძლია თამაში. მე აქვე გეტყვით იმას რომ ტაიმები 40 წუთიანია, ასეთი თამაშიდან გამომდინარე ეს არ არის გასაკვირი თავისთავად ცხადია და სწორედ 40 წუთი თამაშებენ ფეხბურთელები ორივე ტაიმს. ვლადისლავ ვაშუკი აწვდის აუტიდან ბურთს, საკუთარ ნახევარწრიალენ კალადის მეგობრების გუნდის ფეხბურთელები. დათო მუჯირზე ცალკე შეიძლება ითქვას არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელზე, არამედ დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელსაც ებარა პრაქტიკულად ძალიან ბევრი საქმე და სწორედ მან პირველ რიგში შეძლო უამრავი რამის გაკეთება, იმის გაკეთება, რასაც დღეს თქვენ ხედავთ. ის რომ გულშემატკივარი ძალიან ბევრია, ესეც რა თქმა უნდა კარგი სწორი ორგანიზების შედეგია. კახა კალაძის გაცილების მატჩს დღევანდელ შეხვედრას წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ექსპრესი. გენერალური სპონსორი გახლავთ ბილაინი. ოქროს სპონსორი ფლაი ჯორჯია. ინტერნეტ პარტნიორი კავკაზუს ონლაინი და სპონსორი Silk Road ჯგუფი. კალადის მეგობრების გუნდი და მარცხენა ფრთიდან შოთა არველაძე გროსოს გაატანა ბურთი, შეჭერდა ფაბიო გროსო. ფაბიო გროსო ფეხბურთელი, რომელიც ალბათ იტალიის ნაკრების გულშემატკივარს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს. 2006 წელი იყო ალბათ ის პერიოდი, როდესაც გროსოსთვის იყო სწორედ კარიერის პიკი, 2 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე, 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი, ერთი მართალია პენალტების სერიაში, მაგრამ ბოლო პენალტის დარტყმა ძალიან რთულია ყოველთვის. აქ ვაშჩუკის რბილი ჩაწოდება, სებასტიანო როსი თამაშობს ძალიან კარგად. სებასტიანო როსი ხედავთ. მე კიდევ ერთხელ მინდა მისი ასაკი გითხრათ. 48 წლის ჩეზენაში დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა და შემდეგ უკვე გაგრძელდა მილანში. 12 სეზონის განმავლობაში იყო ეს ტანმაღალი მეკარე, მილანის ძირითადი მეკარე, 1.98 მისი სიმაღლე. ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და საბოლოო ჯამში 2003 წელს დაასრულა მან
კარიერა მას ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი რეკორდი იტალიაში მშრალი სერია 929 წუთი მატჩებზე რომ გადავიყვანოთ მართლაც შთამბეჭდავი სერია არის 11 მატჩის განმავლობაში არ გაუშვა მან გოლი ეს ყველაფერი მოხდა 93-94 წლების სეზონში და მან თვით დინო ძოფის რეკორდი მოხსნა მაშინ და ვისაც ახსოვს კარგად მაშინ იტალიის მილანი იტალიური ფეხბურთის სერია მართლაც შთამბეჭდავ რეკორდად მიიჩნეოდა და დღემდე ხელუხლებელია ეს რეკორდი ამაზეც თამამად შეიძლება ითქვას მილანის ფეხბურთელები სერჟინიო ბურთით სერჟინიო შორიდან დაარტყა და აცილა ბურთი კარგი დარტყმა მოულოდნელი სერჟინიო რომელიც ერთის მხრივ დაიჩაგრა ბრაზილიის ნაკრებში და დაიჩაგრა იმის გამო რომ სწორედ მისი თაობის ფეხბურთელია რობერტო კარლოსი რომელმაც არავის არ დაუთმო მარცხენა ფრთაზე ადგილი სადაც კი ითამაშა აქ შოვკოვსკი მოახერხა ბურთი ძალიან კარგად მოგერიება და 38 წლის მეკარე როგორც ხედავთ მართლა ჩვენიერ ფორმაშია შოვკოვსკი რომელიც ერთადერთი მეკარეა რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თასზეც მათ შორის 15 გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-დან ერთ-ერთი მეკარე ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ასილიასთან, კანთან და ვანდერსართან ერთად ლეგენდებთან სოფლიო ფეხბურთისა თამამად შეიძლება ითქვას. ეს კი მილანის სათადარიგო სკამი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ძალიან ბევრი საინტერესო სახეა. ცნობილი ფეხბურთელები ხა ყველაზე წამომდგარია, არც დამჯდარა სათადარიგო სკამზე ზვონიმირ ბობანი, საოცარი ფეხბურთელი ხორვატი, რომელიც შემოვა მალე, მაგრამ ბობანი და სათადარიგო სკამი თავის დროზე ცოტა უჩვეულო იყო. ხედავთ უშემატკივართა რაოდენობას დინამო არენაზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე. ასეთი აუდიტორია ძალიან დიდი ხანია ჩვენს მთავარ სტადიონზე არ შეკრებილა, რადგანაც არა მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია დაკავებული, ძალიან კარგად გამოჩნდება რეპორტაჟის დროსაც, რომ კიბეებიც კი სავსეა და ძალიან ბევრი უშემატკივარია სწორედ კიბეები. სერჟინიო შეტევაზე ისევ მილანის ფეხბურთელები არიან ფლამინი გადაიტანა თამაში მარჯვენა ფრთაზე სადაც მასიმო ოდო თამაშობს შეიძლება ჩააწოდა კიდეც და მცველები კანავარო მშვენივრად თამაშობს კანავარო გამოიტანა ბურთი ხედავთ ფაბიო კანავაროს და იაშვილი იწყებს ვარდები სწორედ იაშვილია მარცხენა ფრთაზე გადასული იწყებს თავისი გუნდის იერიშ გახსოვთ ალბათ ჩილელის სამორანო თამაშობდა ინტერში 1+8 ასეთი ნომრით და დღეს ალექსანდრე იაშვილი დემეტრაძე თრუმოძრაობა შორიდან დარტყმა და ძალიან კარგად თამაშობს სებასტიანო როსი იაშვილის დარტყმა მოიგერია მან რა თქმა უნდა ყველაფერი ეძღვნება აქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი სურკისი გამოჩნდა ძმები ორივე არიან ჩამოსულები ყველამ ძალიან კარგად იცვდნენ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კიევის დინამოს პრეზიდენტი აქ საფეხბურთო შეტევა სერჟინიო ჩაწოდება და არ გადის გოლი უნდა გამოიტანონ ალბათ ალადის მეგობრების გუნდის ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო არიან ფეხბურთელები რომელზეც შეიძლება რაღაცა ისტორიის მოყოლა მაგრამ არიან ფეხბურთელები რომელზეც ამის საჭიროება პრაქტიკულად არ არსებობს ერთ-ერთი მათგანი ალბათ ანდრეი შევჩენკოა რომელიც თბილისში საქართველოს ზოგადად ძალიან პოპულარულია და დღეს 36 წლის შევჩენკო კალაძის ერთ-ერთი მართლაც ნამდვილი მეგობარი ამას ხშირად იმეორებს როგორც კახა კალაძე ასევე თვითონ ანდრეი შევჩენკო ამას აღიარებენ ამას იძახიან მათი მეგობრობა ჯერ კიდევ კიევის დინამოში დაიწყო გაგრძელდა მილანში და დღემდე უკვე როგორც ვეტერანი ფეხბურთელები მათი მეგობრობა გრძელდება ისევ მილანის ფეხბურთელები შეტევაზე ფლამინი მარჯვნივ უნდა ალბათ პასის გაკეთება ასეც არის მაღალი ჩაწოდება ვინ უნდა ითამაშოს აქ ვაშიკი ატარებს გულს და დარტყმა კარიდან ალექსანდრ შოვკოვსკი შეიყვანს გულს თამაში ახლა ცხადაძე მიხეილ ყაველაშვილი ეს ეკრანზე ის ფეხბურთელები რომლებმაც ისევე თავის დროზე ახლა სერიოზული კარიერა ჰქონდა თქვა საქართველოს ნაკრებში და იმ პერიოდის ჩვენი ეროვნული გუნდი ახლოსაც იყო ალბათ იმ წარმატებებთან და ძალიან ბევრი დღესაც ძალიან დიდ კითხვის ნიშანს სვავს იმის თაობაზე თუ რატომ ვერ მოახერხა ამ თაობამ წარმატების მიღწევა ლუკა ტონი მითამაშა აქ ძალიან კარგად მაგრამ საბოლოოდ გადაცემა არ გამოუვიდა ლევან კობიაშვილი ლუკა ტონი გაექცა ბურთი კახა კალაძე თამაშობს ლუკა ტონისაც მართლაც სერიოზული კარიერა აქვს გამლილი დღეს 36 წლის ფეხბურთელი როგორც სერიას ასევე ბუნდესლიგის უეფას თასის საუკეთესო ბომბარდირი გამختარა სხვადასხვა წლებში სოფლიო ჩემპიონი გახლავთ ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახლავთ 2006 წელს 31 გოლი მან იტალიაში გაიტანა სახიფათო ჩაწოდება და პირველი სახიფათო დარტყმა ფილიპო ინძაგი ახორციელებდა და ბურთი ასდა მე ტონიზე საუბრობდი და მართლაც საოცარი კარიერა ჰქონდა ლუკა ტონის რომელმაც ბოლო სეზონი გაატარა
ფიორენტინას შემადგენლობაში და რამდენადაც ცნობილია ჯერ არასრულებს თავის საფეხბურთო კარიერას. დიდი ფეხბურთი ითამაშა მართლაც ლუკა ტონიმ და არანაკლები ფილიპო ინძაგიმ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ უტევდა. ფილიპო ინძაგი საოცარი გოლის ალღო ქონდა ამ ფეხბურთელს და დღეს ნახოთ რამდენად გამოიჩენს თავს. ეს მეგობრული მატჩია, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს, ამას შეიძლება ბევრისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. იქ როსუა შეტევაზე ჩაწოდება, როსი ძალიან კარგად გამოდის კარიდან, იღებს გოლს. ხედავთ ამ ასაკში, აი ესეთი თამაში. მე ვთქვი რომ სებასტიანო როსი კლუბის სტრუქტურაში არის და ერთ-ერთი ახალგაზრდა მეკარეებს ავარჯიშებს, რაც ალბათ ძალიან კარგია, რადგან აი ესეთ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ რჩებიან კლუბის სტრუქტურაში, მათი მაგალითი, მათი იყოფნაც კი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია. ძალიან ბევრი საუბრობდა მილანში, რომ იგივე ფრანკო ბარეზის холод ბაზაზე გამოჩენაც კი საოცარ ემოციას იწვევს ინგლისურ შემატკივრებში, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებში, რომლებიც მილანში არიან. ფრანკო ბარეზი ლეგენდა მილანისა, ეხა 10 წლეულის ფეხბურთელს, როდესაც ასახელებენ მსვლელს, შეიძლება ეს იტალიისთვის არ იყოს გასაკვირი, მაგრამ მაინც სერიოზული წარმატებაა და თუ დააკვირდით პირველი მილანის შემადგენლობის გამოცხადების დროს გამოცხადდა ფრანკო ბარეზი, შემდეგ პაოლო მალდინი და შემდეგ უკვე მიყვა მილანის შემადგენლობა მეკარიდან დაწყებული. ეს არ არის გასაკვირი და ეს არ იყო მოულოდნელი, რადგანაც სწორედ ეს ორი ნომერი, რომელიც ამ ფეხბურთელებს მაისურზე აწერიათ 6 და 3 შესაბამისად ამოღებულია ხმარებიდან და დღეს არავინ არ ითამაშებს არც 6 ნომრიანი მაისურით და არც 3 ნომრიანი მაისურით. თუმცა 3 ნომრიან მაისურს აქვს თავისი გაგდელების ისტორია, აი ფრანკო ბარეზი სწორედ თქვენს ეკრანზე ხედავთ. ცოტა მობერებული, შეიძლება ესე ძალიან უხეშად თუ არ გამომივიდა, ვიტყვი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. 3 ნომერს რაც შეეხება მილანის შემადგენლობაში, თამაშობს ახალგაზრდულ გუნდში კრისტიან მალდინი, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან კარგად ხვდებით, პაოლო მალდინის შვილი და სწორედ ასე არის მითითებული, რომ თუ მან ითამაშა მილანის ძირითად გუნდში, მხოლოდ მალდინებს შეუძლია 3 ნომერი მაისური ჩაიწვեն. 6 ნომერი კი როგორც ჩანს, სამუდამოდ დარჩება ბარეზის კუთვნებაში. მუჯირი შორიდან ურტყავს, მაგრამ გადაეღობნენ იქ ცველები და ისე მუჯირს ერთი გოლი ეკუთვნის როგორც მატჩის ორგანიზატორს ნამდვილად. რომ ეს მალდინი ბარეზის თემა არასდროს არ დასრულდება, რაც ფეხბურთი არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ცოტა ხანი ალბათ სხვა ფეხბურთელებზეც ვისაუბროთ, კარგი იქნება. სერჟინიო მალდინი ჩაერთო შეტევაში მარცხენიდან, არაჩვეულებრივი ადამიანი, პირველ რიგში ალბათ და საყვარელი ფეხბურთელი მეკარე შოვკოვსკი. თამაშობს, ალბათ თქვენ არაერთხელ ნახეთ, ეს კი ალექსანდრე ჩივაძე, ცკიტიშვილი იყო გვერდით. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იქ გავროლაძე გამოჩნდა, შელია გამოჩნდა, შემდეგ მილანის შემადგენლობა. მე ვსაუბრობდი მალდინიზე, ალბათ თქვენ ნახეთ და ის გოლები ანონსები, როდესაც ფეხბურთელები მოუწოდებდნენ ქართულად, იტალიელი ფეხბურთელები რომ ჩამოსულიყვნენ თბილისში, ჩამოდიოდნენ თბილისში და გულშემატკივარი მოსული იყო სტადიონზე, იყო სპეციალური სიუჟეტიც პირველ აღზე ჩვენს გადაცემაშიც, საინფორმაციო პროგრამა მოამბეშიც და მე ძალიან დიდი ბედნიერება მხვდა წილად რომ ყოფილიყავი სწორედ აი ამ ინტერვიუების ავტორი. აქ კი სახიფათო შეტევა და როსი ისევ ბრწყინვალეა, შოტას არ მისცა საშუალება, ალბათ საგოლე პასი გაეკეთებინა, დემეტრაძე იყო ძალიან ახლოს იქ კართან და ალბათ დაასრულებდა კიდეც ამ შეტევას და მე რაზე ვსაუბრობდი, მე მხვდა ბედნიერება ჩამეწერა ეს ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომელსაც თქვენ ნახეთ და მართლაც აი ამხელა პროფესიონალებთან ურთიერთობა, ამხელა ლეგენდებთან ურთიერთობა ცოტა რთულიც არის, მაგრამ ერთი-ორად სასიამოვნოა კიდევ უფრო რომ იგივე მალდინი სიამოვნებით თანხდება ინტერვიუზე, სიამოვნებით გიღებს თავისი სახლის კარს და გესაუბრება ქართულ ფეხბურთელზე, კახა კალაძეზე და ძალიან დიდი პატივი, სწორედ ამიტომ ხვდა ჩვენ გადამღებ ჯგუფსაც, რომ კახა კალაძეს აფასებენ ძალიან დიდად მილანში და სწორედ ამიტომ მისი სახელის ხსენება უკვე გარკვეულწილად არის საშვი ნებისმიერ ადგილზე, რასაც მილანი ქვია და რასაც სწორედ ეს საფეხბურთო კლუბი ქვია იქ შეშვებაში. ეს კლუბის ოფისი იქნება, სტადიონი იქნება, ბაზა იქნება თუ კიდევ ძალიან ბევრი ადგილი. დღეს უამრავი მეგობარიც არის კალაძის ჩამოსული, მინდა გითხრათ, რადგანაც ჩვეულებრივის ადამიანების, რომელიც მან ჩვეულებრივად გაიცნო მილანში ცხოვრების პერიოდში, დიდი არმია ჩამოვიდა ამ მეგობრებისა, დღეს ისინი ერთად არიან. კოჰუტუ წაიქცა, მაგრამ მაინც მოახერხა ბურთის გამოტანა ფლამინი, შევჩენკომ დააბრუნა ბურთი უკან, ნახოთ აბა რას იზავენ მილანის ფეხბურთელები, ჩაწოდება შოვკოვსკი, მეკარეები შვედურად თამაშობენ. 10 წლით უფროსია როსი შოვკოვსკიზე, მაგრამ როგორც ერთი ასევე მეორე
ძალიან კარგად არწმუნებს ჯერჯერობით თავს დაკისრებულ მოვალეობად. ცვლილებები იქნება, ჯერ მხოლოდ 16 წუთია გასული და ცვლილებები ნელ-ნელა დაიწყება, რა თქმა უნდა, მაგრამ ადრე ალბათ მწვრთნელები, თერიმი, ალექსანდრე ჩივაძე, ჩეზარე მალდინი ჯერჯერობით არ ჩქარობენ ცვლილებების გაკეთებას. საპატიო სტუმართა ლოჯაში ალბათ გამოჩნდა კიდევაც ადრიანო გალიანი არის, მართლაც საოცარი ფიგურა არის. იყო საუბარი სილვიო ბერლუსკონის ჩამოსვლაზეც, მაგრამ მოუცლელობის გამო ბერლუსკონიმ ვერ მოახერხა ჩამოსვლა, თუმცა ადრიანო გალიანი არანაკლებ ცნობილი ფიგურა ალბათ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში და არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში. მილანის ძალიან ბევრი წარმატება სწორედ მასთან არის დაკავშირებული. ის არელ ბრაიდაც არის ჩამოსული, მისი მარჯვენა ხელი შეიძლება ითქვას აქ შორიდან არაზუსტი დარტყმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ მიუძღვით ძალიან ცვლილება, როდესაც ბერლუსკონი მოღვაწეობდა პრემიერ-მინისტრის რანგში, უკვე გალიანის ებარა მთელი საფეხბურთო საქმეები და მის პერიოდში არაერთი წარმატება დააწილათ მილანს. გალიანი, რომელიც დღესაც მილანის ვიცე-პრეზიდენტია და ძალიან დიდი ურთიერთობა, დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებს მას ბერლუსკონისთან, მათი მეგობრობა, ასე ვთქვათ, და თანამშრომლობა ჯერ კიდევ 79 წელს დაიწყო და სხვა შორის სატელევიზიო სფერო იყო მათი დამეგობრების და თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები. ტელევიზიო სფერო, შემდეგ მოყვა მილანი, რომელიც ბერლუსკონი 1986 წელს იყიდა და თავისი პარტნიორიც სწორედ კლუბში არის მას შემდეგ. იყო სკანდალები, იგივე კალჩოპოლოს სკანდალთან დაკავშირებით. ის გადადგა იტალიის ნაციონალური პროფესიული ლიგის ხელმძღვანელის პოსტიდან, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი არ გეს. აქ ისევ კალაძის მეგობრების შეტევა, იაშვილი ჩაწოდება არ გამოვიდა, კარგად თამაშობენ, ჯერ კიდევ შეუძლიათ ასაკოვან ფეხბურთელებს კარგად თამაში. კალაძემ თავის მეგობარს იაშვილს არ მისცა საშუალება, რომ არის მიმართულებით დაეთხა. გაითამაშეს კუთხურიდან ბურთი ჩაწოდება. არ ამბობს ვერავინ ვერ მიუსწრებს, აღარ არის ისრაფეები. მალდინი კოუტუ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ბურთმა დატოვა მოედნის პარკზე. პაულო მალდინი ერთი შეხედვით. აუც ეხა ზონის პრობლემა ამ ფეხბურთელს არადროს არ აწუხებდა, მაგრამ დიდი ხანია უკვე კარიერა დაასრულა და ძალიან ბევრი ალბათ ფიქრობდა, რომ ცოტა შეცვლილი მალდინის იხილავდა დღეს, მაგრამ მე მგონი ეს ადამიანები ცდებოდნენ. აქ იშვიათი ასეთი თამაში, მით უმეტეს საქართველოში მუსიკაც ართობს. ქართულ გულშემატკივრებს ზვიად სტურუა. ეს სერგეი რებროვია, რომელიც ემზადებოდა, როგორც ჩანს უკვე გამოსასვლა. საფეხბურთო ეპიზოდი შეიძლება დარტყმა. შევჩენკოს აუღო შოვკოვსკიმ. მათ მეგობრობასაც ძალიან დიდი ისტორია. მე მგონი რაღაც იტკინა შოვკოვსკიმ. გამეორებით ინძაგი ვერ გააჩერა ბურთი, შოვკოვს კარგად გამოვიდა და მე მგონი ფეხი იტკინა შოვკოვსკიმ. აღმოუჩენ ალბათ დახმარება შევჩენკომ ვერ მოახერხა. შევჩენკო როგორც ყოველთვის ისე ემოციურად განიცდის იმას, რომ გოლი ვერ გაიტანა. დახმარებას აღმოუჩენ. არ მე მგონი არ ჭირდება შოვკოვსკის დახმარება. პიოტრე ვერხოვოდი თუ გახსოვთ აი ესეთი ფეხბურთელი წინა პლანზე იყო სწორედ და ის და ბარეზი არიან ყველაზე უფროსები და ვერხოვოდი კიდევ უფროსია ვერხოვოდი 54 წლისად რო გამოვა მასზე. ალბათ უფრო მეც გეტყვით, მართლაც არა რიოლი ამ მასაკში ჩაიცვა ფეხზე ბუცი და გამოხვიდე პანე მინდორზე სათამაშოდ. თუნდაც აი ესეთ შეხვედრაში. ადვინა ფთაზე დემეტრაძე, ნახოთ რას იზავს გიორგი დემეტრაძე. შევიდა საჯარიმოში, მალდინი სტილობდა გასცენოდა, მაგრამ არ გამოუვიდა ისე. მალდინი სხვადასხვა ჩვენთან საუბარში გაიხსენა ის თამაში, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო კახაკალაძისა ეროვნულ ნაკრებში და რომელიც ალბათ გადამწყვეტიც გამოდგა და ამაზე არაერთხელ ითქვა. არ იყო პირველი, მეხუთე მატჩი იყო ის კალაძისა ნაკრებში, როდესაც შემოვიდა მაშინ ტრავმირებული ცხადაძის ნაცვლად და მალდინიმ გაიხსენა, რომ ელოდნენ იოლ გამარჯვებას იმ შეხვედრაში, თუმცა ვერ მოახერხეს და გაირთულეს გზა მსოფლიო ჩემპიონატისაკენ. ეს ძალიან კარგად ახსოვდა მალდინის და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. აქ საფეხბურთო ჩაწოდება დარტყმა არ გამოუვიდა არველაძეს. უცნაური არ არის, მე მგონი კარგიც არის და ეს ერთგვარი დაფასებაც არის, რომ მასიმო ამბროზინის ახსოვდა მაშინდელი პერიოდი, როდესაც მან ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა იტალიის ნაკრებში და რუსთავში მაშინ 2-0 მოუგეს ქართველმა ახალგაზრდებმა
ის თამაში იტალიელ ახალგაზრდებს, რომელთა შემადგენლობაში მე ვთქვი რომ ამბროზინი იყო და არა მხოლოდ ამბროზინი, ბუფონიც იდგა კარში და სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. და გვარები ვერ გაიხსენდა ნაკლებად, ისიც ახსოვდა რომ ჩხუბი იყო იმ შეხვედრაში და სასიამოვნო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მცირეა ქართული ფეხბურთის წარმატებები ბოლო პერიოდში, როდესაც ეს მაინც ახსოვთ უცხოელ ვარსკვლავებს სასიამოვნოა. იაშვილის ჩაწოდება ტონის მისამართით არ გამოვიდა და ცვლილება, პირველი ცვლილება მოედანზე გამოსასვლელად ანჯელო კარბონი ემზადება. ანჯელო კარბონე შემოვა, ვინ გადის? ამ ბევრი ცვლილება იქნება. ლევანდელ შეხვედრაში ჯუნტი გავიდა. აქ მუჯირი გამოდის, როგორც ჩანს რებროვის შემოვა. ფაბალი არ შემოსულა, ჯერ ემზადება. რაც შეეხება ანჯელო კარბონეს, მე მინდა ყველა ფეხბურთელზე ორი სიტყვა მოვასწრო, რაღაც გითხრათ. ანჯელო კარბონეს ხა განსაკუთრებული საფეხბურთო კარიერა არ ქონია მილანში. მილანში მხოლოდ თითო სეზონი იყო 90-91 და 93-94 წლებში. ძირითადად ბარი, ნაპოლი, ფიორენტინა იმ გუნდებში ითამაშა. 45 წლის არის დღეს კარბონე და ძალიან კარგი ნახევარმცველი იყო, თუმცა სანაკრებო დონემდე და რაღაც აი ხმამაღალ ვარსკვლავობამდე ვერ მიაღწია. რაც შეეხება სერგეი რებროს, ეს უკვე სხვა კარიერაა, შეიძლება ითქვას, კიევის დინამოში დაწყებული კარიერა. მან შევჩენკომ წყინვალე ტანდემი შექმნეს თავის დროზე კიევის დინამოს შემადგენლობაში. შემდეგ რებროვი, როდესაც უკვე წავიდა მილანში შევჩენკო, რებროვი ინგლისში წავიდა. ტოტენჰემის შემადგენლობაში და იქ ბოლომდე ვერ აეწყო მას კარიერა. ტოტენჰემის შემდეგ იყო ფენერბახჩეც, იყო ვესტჰემიც, იყო სხვა გუნდებიც, უსეჯიც ითამაშა და დღესდღეობით კიევის დინამოში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია სერგეი რებროვი, რომელიც გამოვიდა მოედანზე და ალბათ უფრო ფლანგიდან შეუტევს ცოტა სიღრმიდან, რადგან ძალიან ბევრი არის ფორვარდი და წინა ხაზის მოთამაშე. ალადის მეგობრების გუნდში ჯერჯერობით ვინც მოედანზე არიან და ზოგიერთ ოდნა უკნიდან როწეს თამაში, მაგრამ აქ ხა დიდი მნიშვნელობა ამ ყველაფერს არ აქვს. მე მგონი პირველი ჯარიმა 23 წუთზე ბარეზი დაჯარიმდა ტონის წინააღმდეგ. ვაშუკი მარჯვენა ფრთაზე, ნახოთ რა იზავენ კალადის მეგობრების გუნდი ჩაწოდება. არ მივიდა ბურთი დემეტრაძემ და შვენივრად დაუგდო შიმიჩმა ბურთი როსის, რომელსაც შეყავს ბურთით თამაში. მალდინი მთლიანად არის ჩართული ეს ვეტერანი მეკარე მთლიანად არის ჩართული დღევანდელ შეხვედრაში. კარგადაც იცავს აქ შევჩენკო ისევ შოვკოვსკი მის წინააღმდეგ. შევჩენკომ აღარ გარისკა, არ წავიდა, გამოვიდა საჯარიმოდან. ნახოთ რას იზავს, უკან გადააწოდა ბურთი სერჟინიო საკმაოდ ბევრს მოძრაობს, შეუძლია როგორც ჩანს მას ჯერ კიდევ თამაში. მალდინის ჩაწოდება ფლანგიდან ტრადიციული, მოდი ასე ვთქვა, და ესეთი გარღვევები მალდინის მილანში ნაკრებში არაერთხელ ვინახავს. აი ეს კობიაშვილია, ის დღეს მოქმედი ფეხბურთელია და მას შეუძლია გაცილებით მეტი ვიდრე დღეს ის გვაჩვენებს. ლევან კობიაშვილი 100 მატჩი აქვს მას ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული და ამით უკვე ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. საოცრად სტაბილური, არაჩვეულებრივი მოთამაშე. კარბონე შეშფოთზე შემოსული ფეხბურთელი გამოჩნდა თქვენს ეკრანზე, კუთხური არის, ნახოთ იქ დემეტრაძე უშემატკივრებთან ახლოს გამოჩნდა და სწორედ მის სახელს სკანდირებდნენ. პენალტი, პირველი პენალტი დღევანდელ შეხვედრაში. შოთა აროლაძე მე მგონი ბურთს არავის არ აძლევს და ეთანხმება ლიუბოშ მიხელს. ახლა კი პენალტია, რა თქმა უნდა ანჯელო კარბონემ დაარღვია თამაშის წესი შოთა აროლაძეს წინააღმდეგ და 11 მეტრიანი. არა, დემეტრაძე ემზადება დასარტყმელად. გიორგი დემეტრაძე გამორბენი დარტყმა და არის 1-0 გიორგი დემეტრაძემ გაიტანა გოლი. დღევანდელ შეხვედრაში 25 წუთზე გავიდა პირველი გოლი. დემეტრაძე ამ გატანილი გოლის ავტორი. სიმბოლურია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. პენალტი დემეტრაძემ კიდევ ერთხელ თავის კარიერაში შეძლო და გაიტანა გოლი აი განმეორებით. რა პენალტი დაარტყა, ჯერ ეს არის აღსანიშნავი. ოჩახ დემე. ცენტრიდან დაიწყეს მილანის ფეხბურთელები. აი პანკაროა. ცოტა შეცვლილნი არიან ფეხბურთელები ხა.
გასაგებია წლები მაინც დავისაშვება. ჯუზეპე პანკარო გამოჩნდა თქვენს ეკრანზე. ეს ოდოა. 1-0 კალათის მეგობრების გუნდი იგებს. შეხვედრას 26-ე წუთზე დემეტრაძეს მიერ გატანილი გოლით. წინ გადაცემა ვინ არის? კოპიაშვილი ძალიან სწრაფად შეჩერდა, დაელოდა პარტნიორებს. ტონი წელოდება. კოპიაშვილი ეს არ არის შეხვედრა რომ ერთი რაღაც მომენტი ნახო დაარტყა ან კარის მიმართულებით ან ზედმეტი მოინდომო. ეს ჩვეულებრივი ეს ცოტა განსხვავებული თამაშია და ხა რაც გააკეთა. კოპიაშვილმა ალბათ სავსებით გასაგებიც იყო მარჯვენა ფრთიდან. მილანის ფეხბურთელების შეტევა მაღალი ჩაწოდება. კალათის მეგობრების გუნდის მცველები მშვენივრად თამაშობენ და სწორედ ისინი იწყებენ მორიგიერიშს. დემეტრაძე მარჯვენა ფრთაზე. ცოტა აროლაძე იყო ძალიან უკან. დაწეული ახლა ადის ნელ-ნელა თავის პოზიციაზე, აქ არაზუსტი გადაცემა, თუმცა რჩება ბურთი გროსო თვითონ დაიძრა. კოპიაშვილი დაატოვებინეს ბურთი. კობის, თუმცა ისევ მეგობრების გუნდი უტევს მალდინი დასწრებაზე ძალიან კარგია. შეიძლება ეთქვა ცოტა ხისტათაც კი წავიდა მალდინი ახლა ამ ბურთზე არ დაუთმო არაფერი შოთა არველაძეს და აუტი. სვლილება პანკარო ემზადება ვის ნაცვლად? ბარეზის ნაცვლად. დაიღალ. აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა აპლოდისმენტები ფრანკო ბარეზის. ფრანკო ბარეზის აქვს საოცარი კოლექცია. მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო ვერცხლი ბრინჯაო. ასეთი რამ ძალიან იშვიათია. 37 წლის ასაკში ალბათ გახსოვთ, არ ვიცი ვისაც ახსოვს, მე პირადად ძალიან კარგად მახსოვს მისი გაცილება, გრანდიოზული გაცილება სან-სიროზე და მან სწორედ აი მატჩის შემდეგ დაასრულა თავისი წინვალე საფეხბურთო კარიერა. კაპიტნის სამკლაურის შემდეგ უკვე გადააბარა არანაკლებ ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს მილანისათვის. პაოლო მალდინის აქ დასწრებაზე ტონი ვერ ითამაშა დარტყმა კარიდან. ლუკა ტონი შეეხება პანკაროს. პანკარო უფრო ნაცნობია ახალი თაობის ფეხბურთელებისთვისაც, რადგანაც არ თუ ისე დიდი ხნის წინ თამაშობდა. ძირითადი კარიერა პანკაროსაც ალბათ ჩემი აზრით უკეთესი იყო ლაციოში. შემდეგ მილანში ოდნავ მოგვიანებით მივიდა ეს ფეხბურთელი, როდესაც უკვე გავლილი ჰქონდა ის კარგი პერიოდი. საბოლოოდ ტორინოში დაასრულა პანკარომ თავის საფეხბურთო კარიერა, რომელიც 26 ნოემბერს დღეს მოედანზეა და 41 წლის არის დღეს ჯუზეპე პანკარო. მალდინი ჩაწოდება საჯარიმოში, ინძაგი შეიძლება დარტყმა მცველებს ხდება ბურთი. ვერ ახერხებენ ჯერჯერობით მილანის ფეხბურთელების შეტევის გაგრძელება. შევჩენკო მარცხნივ მალდინი მაღალი ჩაწოდება ბრძოლა ბურთისათვის. ისევ რჩებათ ბურთი მილანის ფეხბურთელებს. კიდევ ერთი ჩაწოდება გამოიტანეს ბურთი კალათის მეგობრების გუნდის ფეხბურთელებმა. ფაბიო კანავარო არაჩვეულებრივ განწყობაზეა. ბრწყინვალე მცველი. ალბათ უდაოდ გამორჩეული არა მხოლოდ თავის თაობაში. პეტრო ვერხოვოძე გითხარით, ჯუზეპე ბარეზი დაახლოებით ერთი თაობისა და ერთი წელია მათ შორის ყოფა. თუმცა ვერხოვოდის რაც შეეხება ნაკრებში არაერთხელ ითამაშა, მაგრამ კარიერის ბოლოს იყო მისთვის მილანი იუვენტუსი. მანამდე ძალიან დიდი დრო სამპდორიაში გაატარა და ითვლებოდა ძალიან კარგ ცენტრალურ მცველად. მალდინი, სერჟინიო, ფლამინი, შიმიჩი, ოდო მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებას თუ ნახავთ სერჟინიო საჯარიმოშია სრულმოძრაობა შევიდა, მაგრამ დაატოვებინეს ბურთი. გამოაქვთ მეგობრების გუნდის ფეხბურთელებს და არველაძეა მოედნის ცენტრში. დემეტრაძე მარჯვნივ შეჩერდა დემეტრაძე. მალდინი მის წინააღმდეგ. დემეტრაძე დაითამაშეს ბურთი. არველაძე, ფერნანდო კოუტუ, რებროვი და უკან გადაცემა. დაითამაშა იაშვილი კანავარომ ბურთი, ისევ
მეგობრების გუნდის ფეხბურთელები 32 წუთი დაიწყო ამ რასობაში. ვენიერ სანახაობას ვადევნებთ თვალყურს. ვაშუკი მარჯვენა ფრთიდან შეაწოდება და მცველები თამაშობენ კარგად. ფლამინი უფრო ზუსტად ნახევარმცველი სერჟინიო დაიძრა შევჩენკო მარჯვნივ მარცხნივ ინძაგი ორივე ძალიან კარგად მოძრაობს. ნახოთ ვისი მისამართით გაკეთდება პასი მარჯვნივ შევჩენკო. ისევ სერჟინიოსთან აპირებს გათამაშებას და ვარდნაში ფერნანდო კოუტუ კარგად თამაშობს. გრძელდება მილანის იერიში და ბოლომდე იბრძოლეს მეგობრების გუნდის ფეხბურთელებმა და გამოიტანეს ბურთი. ფაბიო გროსო ამაში უნდა განა ეს ფერნანდო კოუტუა რა ხოთ ალბათ. არმა ლაციო არაერთ გუნდში ითამაშა მან. შემდეგ იყო ბარსელონაშიც. ძალიან კარგი პერიოდს ვერ ვიტყვი, მაგრამ ითამაშა ბარსელონაში. სხვა შორის სანაკრებო დონეზე მას 110 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც მართლა ჩთამბეჭდავი ციფრია და გასულ წელს თუ არ ვთქვი იყო ბრაგა სპორტული დირექტორი, თუმცა წელს აღარ არის ნამდვილად. ბრაგა სპორტინგ ბრაგა სპორტული დირექტორი და ესე ვეტერანების თამბაზე დათანხმდა სიამოვნებით კახა კალაძის რომ ჩამოსულიყო და მიიღო მონაწილეობა დღევანდელ შეხვედრაში. კობიაშვილზე აღარაფერს ვამბობ რა, უახლოესი მეგობარი, რა თქმა უნდა მასთან ერთად უნდა ყოფილიყო და არის კიდეც. მე აქვე ვიტყვი რომ აი ეს იგივე ფორმა ძალიან ბევრი რამ გერმანიაში მცხოვრებმა ლეგიონერებმა კობიაშვილმა იაშვილმა საჩუქრად უძღვნეს კახას და ესეც ერთგვარი ჟესტი იყო რა თქმა უნდა აი ამ დიდი მეგობრობის და გაცილების. მე არ ვიცი იქნება თუ არა კობიაშვილის იაშვილის გაცილება დიდი ფეხბურთიდან. შეიძლება მილანი არ ჩამოვიდეს და მსგავსი დონის ვარსკვლავები როგორც მალდინი ბარეზი არ იყვნენ, მაგრამ აუცილებელია, რადგანაც ოდესაც ადამიანი ჩაატარებს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩს, მას ეკუთვნის გაცილება. ეს არის ჩვენი თაობისათვის მეორე შეხვედრა, როდესაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აი ესეთ მატჩს და კიდევ ერთხელ თამამად შეიძლება ვიღებ უდიდეს სიამოვნებას, რადგანაც გახსოვთ ალბათ შოთა არულაძის გაცილება მართლაც სასიამოვნო იყო და საოცარი, ალბათ დღესაც ანალოგიური იქნება თელ თუ არა ნახევარ სტადიონს მართლაც რემლი ადგა თვალზე და გული წყდებოდა რომ აი ეს თაობა ეს ფეხბურთელები მიდიოდნენ და პირველ რიგში რა თქმა უნდა შოთა არულაძე მისი ბენეფისი იყო ის შეხვედრა. დღეს კალაძია ალბათ უნდა გაგრძელდეს ეს ტრადიცია, აქ საფეხბურთო ეპიზოდი შოვკოვსკი თამაშობს კარგად. უნდა გაგრძელდეს ეს ტრადიცია, რადგანაც ეს გულშემატკივარი უნდა შეიკრიფოს და კიდევ ერთხელ აში დაუკრას. პატივი მიაგოს აი ამ ფეხბურთელებს უშუალო ტრიბუნიდან და ძალიან კარგი იქნება მსგავსი რამ. ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს. სერჟინიო თქვენს ეკრანზე იქ სარეკლამო ბანერს გადააგდო კიდეც. კარგი რომ არ დაშავდა და ჩვეულებრივ დაბრუნდა მოედანზე. მეგობრების გუნდის ფეხბურთელები შესვენებაზე ჩვენ მცირე სარეკლამო პაუზა გვექნება და შემდეგ კვლავ დავბრუნდებით ეთერში. შოუ რა თქმა უნდა გაგრძელდება დინამო არენაზე. ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო მატჩი, ეს არის შოუ პირველი ნაწილი თქვენ იხილეთ. გულშემატკივარი სტადიონზე შეკრებილი ადამიანები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ. კარგი იქნებოდა ყველა შეხვედრაზე ამდენი გულშემატკივარი იყოს, თუნდაც იშვიათად მაინც, მაგრამ ეს განსაკუთრებული მატჩია და სწორედ ამიტომ თუნდაც პრესის წარმომადგენლების რაოდენობა საოცარი იყო მათ ვინც შემოიტანა განაცხადი 400-ს გადააჭარბა ასეთი უპრეზიდენტო შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ კახა კალაძის საფეხბურთო ეპიზოდი დამაშგარია. კახა კალაძის გაცილების მატჩს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ექსპრესი. გენერალური სპონსორი გახლავთ ბილაინი. ოქროს სპონსორი Fly Georgia, ინტერნეტ პარტნიორი კავკაზუს ონლაინი და სპონსორი Silk Road ჯგუფი. მილანის ფეხბურთელები 36 წუთია. დღევანდელი შეხვედრის მე კიდევ ერთხელ ვინც ოდნავ მოგვიანებით მაინც ჩაერთო შეხვედრაში, მათ საყურადღებოდ ვიტყვი რომ 40 წუთიანი ტაიმებია დღეს მეც ვეტერანები ვერ ითამაშებენ თუ არ ითამაშებენ, როგორც თქვენ გინდათ ისე გადაწყვიტეთ. ასეთი ორგანიზატორების გადაწყვეტილება. სერჟინიო უტევენ მილანის ფეხბურთელები, იაშვილი დარჩა საბოლოოდ ბურთით, ლუკა ტონი უკან არის დაწეული და
წინ გრძელი გადაცემა დემეტრაეც მისამართით კარგად თამაშობს პანკარ ფავალი უკაცრავად ამ სიტუაციაში და როსის დაუბრუნდა ბურთი, შემდეგ მალდინი და მორიგი ერიში მილანის ფეხბურთელებისა. კარბონე, ფლამინი, ინძაგი, შევჩენკო, მარჯვნივ გადაცემა, ნახოთ ციხე ჩაწოდება უნდა იყოს წესით. ვინი თამაშობს მეორე სართულზე უკეთესად, ვერავინ ვერ თამაშობს. გაატარეს ბურთი კალაძის მეგობრების გუნდის მცველებმა სერჟინიო შევჩენკო და იყო უკვე ინძაგი ჩვენს ეკრანზე, კროსოც გამოჩნდა და უკვე როსი. 1-0 ასეთი მატჩისთვის პირველი ტაიმი სრულდება. შეიძლება ცოტა უჩვეულო ანგარიშია, მაგრამ ფეხბურთელები თამაშობენ, ვერავინ იტყვის. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში საერთოდ დაბეჭდილება ალბათ ისეთია, რომ ეს არ არის დადგმული სპექტაკლი, გასაგებია ფეხბურთელები ხისტად არ თამაშობენ, არ უხეშობენ, რაღაცა განსაკუთრებულს არ აკეთებენ, მაგრამ თამაშობენ ისინი და იბრძვიან მოედანზე. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მართლა ბრძოლა იყო სერიოზული, ისეთი როგორც შეშურდება ძალიან ბევრ გუნდს. ალბათ აქ კალაძემ გაატარა და როსი იღებს ბურთს. Giuseppe Favali. მარჯვენა ფრთიდან კიდევ ერთი ერიში მაღალი ჩაწოდება სერჟინიო დაუტოვა ინძაგის ბურთი, მაგრამ დასრებაზე კოუტუ თამაშობს კარგად, არ დაარტყმევინა. და რა ხდება იქ შემდეგ უკვე როგორც ჩანს ჯარიმა. სვლილება მეგობრების გუნდში არჩილ არველაძე. შოთა სვლის? კი. შოთა არველაძის ნაცვლად არჩილ არველაძე. გამოდის მოედანზე, აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები. უშემატკივარი, ბევრი ფეხზე წამოდგა და ტაშით აცილებს ერთ არველაძეს და ესალმება მეორეს. არის მიმართულები თავით დარტყმა, მაგრამ არაზუსტია. პაულო მალდინი ურტყავდა. საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა. გროსო, მალდინი, კანავარო. გესმოდათ ალბათ ადგილობრივი დიქტორის გამოცხადება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება. მეგობრების გუნდის იერიში მე გეტყვით რომ სულ მალე დასრულდება პირველი ტაიმი, სარეკლამო პაუზა არის, მცირე სარეკლამო პაუზა, რომლის შემდეგაც დავბრუნდებით და აქ არის სპეციალური პროგრამა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ნახავთ ერისიონსაც სპეციალური ნომრით, რომელიც მიძღვნილია დღევანდელ შეხვედრისადმი და ფიქრობ გულშემატკივარს აქ სტადიონზე მოსულ არაერთ ათასობით გულშემატკივარს და მილიონობით ტელემაყურებელს ნამდვილად დააინტერესებს და ძალიან კარგი სანახავიც იქნება. მანამდე კი ბოლო შეტევა ალბათ ყოველ შემთხვევაში დრო ამოიწურათ, ეხა გავთამაშებში დრო ნაკლებად ემატება, ალბათ ამ შეტევას დაასრულებინებს ლუბოშ მიხელი. ჩაწოდება რა კარგად თამაშობენ მცველები, გამოიტანეს და ლუბოშ მიხელის სასტვენი, რაც იმის მაუწყებელია, რომ დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი. კალაძის მეგობრების გუნდი 1-0 ამარცხებს მილანს. კალაძე მეორე ტაიმში თეთრი ფორმით გამოვა, თავისი მეგობრების გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს. ახლა კი რეკლამა.